მოგესალმებით მეგობრებო, იწყება ჩვენი ჰორეკა ჩემპიონატის რიგით მესამე სათამაშო დღის პირველი ჯგუფის პირველი შეხვედრა, რომელიც გაიმართება ბიოლსა და იოტას შორის. გაგაცნობთ ძალიან სწრაფად მათ შემადგენლობებს. მაშასე ბიოლი, რომელიც იკლაური 10 ნომერი, გიგა მენამდე 6 ნომერი, დათო გოგია 8 ნომერი, დავით მიკირტომაშვილი კარში პირველი ნომერი, თაზო აფხაძე 11 ნომერი და ნიკა ბეჟუაშვილი 7 ნომერი. რაც შეეხება იოტას შემადგენლობას, იაგო ცხოვრებაშვილი 27 ნომერი, ალიკა ძაძოა 4 ნომერი, ნიკა ქარდაო 99 ნომერი, დათო იობიძე 12 ნომერი, შოთა ფურცელაძე 23 ნომერი და ერეკლე ფაუდაშვილი 21 ნომერი. რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, ეს გუნდები ბოლო ადგილებს იკავებენ სატურნირო დავაში და ორივე გუნდისთვის ესე რომ თქვა ძალიან პრინციპული არის ეს შეხვედრა, ვინაიდან უნდა გადაწყდეს ამ გუნდების ბედი, ძალიან დიდი წვლილი შეიტანს ეს თამაში, ეს შეხვედრა იმაში, თუ რომელ პოზიციას დაიკავებენ გუნდები და ექნება თუ არა შანსი 4-ში შესვლისთვის. ხო, ფრე ყველაზე მეტად არ აწყობთ გუნდებს, ან გამარჯვოს ერთმა, ან მეორემ და ვნახოთ რა მოხდება დღეს. სანამ შეხვედრა დაიწყება, შეგახსენებთ, რომ ჩვენი გენერალური სპონსორია სნეკი. დუბნებავთ ჭასაღი ცხოვრება, მიერთვით სნეკის პროდუქცია. გავლენ ახლა ბიჭები მოედანზე. საინტერესო ის არის, რომ ბიოლის შემადგენლობაში პირველი ორი შეხვედრა, რომელიც ჩაატარა ბიოლმა, კარში იდგა ნიკოლოზ ბეჟუაშვილი, რომელიც საკმაოდ კარგი იყო კარში, მოდი აღვნიშნოთ, ძალიან ლამაზი სევები გვახსოვს მისი მხრიდან. ახლა ნიკა ბეჟუაშვილი თამაშობს გარეთ, მიკირტომაშვილმა ჩაანაცვლა იგი და ნახოთ. რამდენად კარგი ცვლილება არის ეს ბიოლის თვის. მიესალმებიან გუნდები ერთმანეთს და დაიწყება ჩვენი შეხვედრა. კაპიტნები ჩაატარებს კენჭის ხარს თავარი არბიტრი, აერჩევენ ბურს და მოედანს კაპიტნები და დაიწყება ჩვენი შეხვედრა. საინტერესო ფაქტი ის არის, რომ იოტას ჯერჯერობით ტურნირზე გოლი არ აქვს გატანილი. რა შეეხება ბიოლს, მათ ერთი გოლი აქვს გატანილი ამ ტურნირზე და აბა ნახოთ დღეს როგორ თამაშს მოგთავაზებენ გუნდები. გრძელი გადაცემა გაკეთდა, თამაში საწყის წუთებზევე და აუცმაწვის ეხლა იოტა მოდის ცენტრში გაითამაშეს ბურთი, კარგი არის აქ ბიოლს 8 ნომერი, ნიკოლოზ ბეჟუაშვილი დააწყნა რა თამაში, საკვე ნახევარზე ფლობს ბიოლი ბურთს. 10 ნომერი, რომელიც იკლაური აკეთებდა გადაცემას, იბრძვის გოგია მოდის ცენტრში, საბოლოოდ ბურთი მიდის მეკარემდე და უხერხულოდ იგერიებს ბურთს. მიკირტომაშვილი შეეძლო აქ მას ხელი თამაში ბურთზე, ვინაიდან ეს არ იყო პირდაპირი პასი მისი გუნდელისგან, მაგრამ მაინც ბიოლი არის ბურთით, მაღალი პასი დაკიდა გოგიამ, კარგი იყო მეორე სართულზე იკლაური, საბოლოოდ ბურთს შეიმაგრებს, ნახოთ ვინ და აქ არა ეთამაშის წესების დარღვევა, როგორც ჩვენ სახეში მოხდა თითქოს ხელი შოთა ფურცელაძე, სწორედ ამას ანიშნებს, ამაზე აპელირებს ეხლა მსაჯთან შოთა ფურცელაძე, რომ თითქოს სახეში ოქტომბრის რა კარგი აქვს შოთა ფურცელაძე, როგორ კარგად თამაშობს, შეხედეთ როგორ ირჯება, კარგიც მოძრაობა, აბა მარჯვენა ფლანგზე დატყვეც მოახერხა, საბოლოოდ გადის როგორც ჩანს ბურთი მოენის ფარგლებს გარეთ და აუტი. როგორც ჩანს დარტყმამდე ბურთმა დატოვა მოენის ფარგლები. საბოლოოდ ბურთით იოტა არის. თაზო აფხაძე ბურთით, რომელიც ყველაზე აქტიური არის ბიოლის მხრიდან და სწორედ მასზე ალბათ ამყარებენ დღევანდელ შეხვედრაში იმედებს მისი თანაგუნდელები. იოტა ბურთით კვლავ. ძალიან ცუდი გადაცემა მოდის ცენტრში. გოგი აბა ნახოთ რა ისე ამ მომენტში საბოლოოდ ბურთით რჩება იოტა. და დაიკარგა მალევე საკვარ ნახევარზე ფლობს ბურთს ბიოლი. გადაცემა მარჯვენა ფლანგზე ფაუდაშვილი თამაშობდა კარგად პასზე, ჩაჭრა ბურთი, მაგრამ მაინც აუტიანად ეს ბურთს აქ ბეჟუაშვილი ფეხებში გაუწნა ალიკა დაძვას, მაგრამ საბოლოოდ მაინც შეეხო ბურთს ბოლოს იოტას მოთამაშე, აქ კვლავ კარგი არის გამწვავებაზე ნიკოლოზ ბეჟუაშვილი და მოიპოვა კუთხური, პირველი კუთხური. რონელ შეხვედრაში ნახოთ, აბა რას მოიფიქრებს ბიოლი, გათამაშება დარტყმა, კარის მმართველობით კიდევ ერთი დარტყმა, აი ეს ხდა ბურთი საბოლოოდ ალიკა დაძვასგან ტოვებს მოენის ფარგლებს ბურთი და აუცმაწვის კვლავ ნიკოლოზ ბეჟუაშვილი გათამაშება დარტყმა, ახლა უკვე კუთხური. აფხაძე უთხოვდა კარის მმართველებს, რომელიც არ გადის, ბეჟუაშვილზე გადაცემა, კვლავ იჭრება, კვლავ აუტი.
აფხაძე გაითამაშა გოგიას აქვს ბურთი შეუძლია დარტყმა კვლავ აფხაძე მოძებნა მაგრამ მცირე უსუსტობა გადაცემის გაკეთებისას და ახლა კოთალაშვილი მოდის ბურთით იოტას მხრიდან ძალიან სწრაფად გაიარა მან მოედნის ნახევარი მაგრამ გოგია რა კარგი არის დაცვას შემდეგ ბეჟვაშვილი შეუძლია დარტყმა კარის მმართველები და ბურთზე და ბიჭა ბურთზე შემთხვევით ნიკოლოზ ბეჟვაშვილმა დაიკარგა ბურთი თუმცა ბურთით არის კვლავ ბიოლი ძალიან აქტიური არის გოგია და ბეჟვაშვილი დღევანდელ შეხვედრაში აქტიურები არიან ციკლაური იყო ახლა ბოლოს ბურთით საბოლოოდ აუტი აცემა უკან გოგია გრძელი გადაცემა ძაძვა თამაშობს მეორე სართულზე აფხაძესთან მიდის ბურთი დარტყმა და არ გამოსდის დარტყმა ამ უკანასკნელს არაზუსტი იყო საბოლოოდ დიაგო ცხოვრებაშვილი ბურთით ფოლადაშვილი გაცემა შეტაფურცელაძეზე მარცხენა ფლანგზე არის შეტაფურცელაძე გადაცემა ფოლადაშვილზე არაზუსტი იყო გოგია კარგად თამაშობს გამწვავებაზე მაგრამ საბოლოოდ ბურთით რჩება მაინც შეტაფურცელაძე კარგად გაითამაშა აქ ბურთი ონის ცენტრში ფოლადაშვილი მოიგერია საბოლოოდ ბურთით რჩება მაინც იოტა გათამაშება შეტაფურცელაძე დაიკარგა ბურთი მენა ციკლაური არის ბურთით ფოლადაშვილი კვლავ კარგი არის არტემავაზე ძალიან დაძაბული ორთაბრძოლა მიმდინარეობს რადგან იციან გუნდებმა თუ გადავს სასწორზე დღევანდელ შეხვედრაში ფოლადაშვილი პასი წარეკუნდელზე დარტყმა კარის მერგელად კარგარის კვლავ ფოლადაშვილი ბურთით კარგად მოტრიალდა მარცხენა ფლანგიდან და გაექცა ბურთი როგორ კარგად შეუტია ეხა იოტამ შეეძლოთ მათ ამ შეტევის გოლად გარდასახვა მაგრამ არ გამოვიდა არაფერი საბოლოოდ ხლა უკვე მენავდა ბურთით ბიოლის მხრიდან არაზუსტი გადაცემა და ბურთი დარჩება როგორც ჩანს მაინც ბიოლის გუნდს ბეჟვაშვილი მოაწვდის აუტს მარცხენა ფლანგიდან გოგია ეხსნება მას შეიძლება პოსე გოგია მაინც მას მისდის ბურთი გათამაშება აფხაძეზე არ გაიცეს გადაცემა დარტყმა კარიდან იაგო ცხოვრებაშვილი შეიყვანს ბურთის თამაში ფოლადაშვილი მარცხენა ფლანგიდან ახლა რა განცდებას მონახავს დაიკარგა ბურთი მონის ცენტრში აფხაძე ბურთით გათამაშება გოგიაზე მაგრამ ფოლადაშვილმა გამოასწორა თავისი შეცდომა და კარგად ითამაშა პრესინგზე მოიბოდიშა იქვე თავის თანაკუნდელებთან ამ მომენტის შემდეგ ვინაიდან მოდის ცენტრში ბურთის დაკარგვა პრაქტიკულად ყოველთვის უდრის გოლს საკუთარ კარში და კარგი არის რომ ესე არ გამოითიშა მომენტს ფოლადაშვილი ამ მომენტში და ფურცელაძე ბურთით ორ ფეხბურთელს შორის გაძრა საბოლოოდ კარგი არის აქ რომან ციკლაური თაზო აფხაძე კარგად დააყენა კორპუსი შეიმაგრა ბურთი ძალიან კარგი მოძრაობა დარტყმა კარის მმართველობით და არაზუსტი არის დარტყმული კარგად გაერკვა ამ სიტუაციაში აფხაძე ფოლადაშვილი დარტყმა კარის მმართველობით არ გადის არც ეს დარტყმული არაზუსტი არის ჯერჯერობით ცვლილება იოტას შემადგენლობაში თოიობიძე შევა მოედანზე ეგრისალშვილის ნაცვლად ციკლაური გზელი გადაცემა აფხაძე თუ მიიღებს ამ ბურთს ვერ იღებს საბოლოოდ ფოლადაშვილი კარგად წამოიღო საკუთარ ნახევრიდან გადავიდა მომენტების ნახევარზე დარტყმა საბოლოოდ ბურთი მისდის გოგიას ბიოლის შემადგენლობაში და არაფერი როგორც ჩანს არ ყოფილა სასტენ დატოვაჩენილი მოთამაშეები შეტაფურცელაძე დარტყმა კარის მმართველობით ასხლეტა და აუტი ძალიან ახლოს მეტოქის კარტთან ჩამოთვლის აუტს იოტას გუნდი შეიყვანეს ბურთით თამაში შეტაფურცელაძე შეუძლია დარტყმა კარის მმართველობით გადაეღობა იქო ბიოლის ერთ-ერთი მოთამაშე საბოლოოდ გოგია აფხაძე კარგი არის ამ მომენტში კვლავ გოგია არის ბურთით გადაცემა აფხაძეზე ძალიან კარგად ამოვიდნენ ისინი მეტოქის ნახევარზე საბოლოოდ არ გადის გადაცემა და დაიკარგა კვლავ ბურთი ფოლადაშვილი მარცხენა ფლანგიდან კარგი მოძრაობები გოგიას წინააღმდეგ არის გოგია მეურვეობდა მას საბოლოოდ იოტას 5 ნომერი ალიკა ძაძვა დარტყმა კარის მმართველობით საკმაოდ ხერხული დარტყმული იყო ეს მეკარისთვის დაეცა მიწაზე ბურთს ანამიგი მეკარის არ მივიდოდა და კუთხური რომელსაც მოაწვის იოტას 5 ნომერი ლევან ციკლაური ასი ფოლადაშვილზე მიიღო მოდის ცენტრში ფოლადაშვილმა მოტრიალდა ცრომოძრაობები საბოლოოდ პარტნიორს ეძებს იგი ციკლაური იყო ბოლოს ბურთით და ბეჟვაშვილი ცდილობდა სამოთამაშეს შორის აძრომას მაგრამ არ გამოდის კვლავ ბეჟვაშვილი არის კარგი არტმევაზე რომან ციკლაური ბიოლის მხრიდან დარტყმა კარის მმართველობით ძალიან სახიფათო იყო ეს დარტყმულიც მაგრამ არაზუსტია ახლა უკვე იოტა ფლობს ბურთს ციკლადა როგორ შესამა დაუშვა იოტამ კარგად გაერკვა სიტუაციაში ბეჟვაშვილი დარტყმა და გავიდა გოლი 1-0 ხდება ანგარიში
დაამარცხა როგორც ჩანს ბეჟვაშვილის გარეთ გამოსვლამ. და 0-1 დაწინაურდა ბიოლი, ნახოთ რას მოიფიქრებს ახლა უკვე იოტა. განაახლოს თამაში იოტას მოთამაშეებმა შერეული დარტყმა და მეკარეგერებს ამ ბურთს. ხო, საინტერესოა ახლა იოტას ალბათ მაინც არ ელოდა ასეთ განვითარებას მოვლენები სასტუმრო იოტა და ნახოთ რას მეფერა შეთაფურცელად მონის ცენტრში. თორე ნომერზე გადაცემა აქ ვერ შეიმაგრა ბურთი მაინც იოტამ საბოლოოდ ხელზე ხდება ბურთი როგორც ჩანს ერეკლე ფოლადაშვილს და თამაშის წესები დაირღვა. ბეჟვაშვილი ერთადერთი გატანილი გოლის ავტორი დღევანდელ შეხვედრაში ბურთით რომენ ციკლაური გოგიაზე გადაცემა კარგად მოტრიალდა გოგია გადაცემა ჩვენ ნომერზე მაგრამ ვერ შეიმაგრა ბურთი ამ უკანასკნელმა. გიორგი კოკოშვილი გახლავთ ეს მოთამაშე საბოლოოდ დაიკარგა მონის ცენტრში კარგად თამაშობს. გოგია აქ თუ მიასწრებს ბურთს კოკოშვილი საბოლოოდ აუძე გადადის ბურთი. იოტა ბურთით ფოლადაშვილი წამოიღო ბურთი მეტოქის ნახევარზე, ნახოთ რა ისწრებს ფოლადაშვილი, მონის ცენტრში ორ მოთამაშეს შორის ძალიან კარგად გაძრა. შემდეგ რა განძლებას მონახავს, ნახოთ ალიკა ძაძუა ბურთით. შეთაფურცელაძე დაიხია უკან შეთაფურცელაძე, იგი მაღალზე ვითამაშობდა, გრძელი გადაცემა არასდროს არ ეს გადაცემა მეკარის თქოს აკონტროლებდა ბურთს. იკრტომაშვილი და აცვლილება 99 ნომერი ნიკა ქარდავა შემოედანზე შეთაფურცელაძის ნაცვლად. ისვენების გუნდის კაპიტანი დაიღალა ძალიან. ბეჟვაშვილზე გადაცემა მიიღო ბურთს საბოლოოდ მაინც ბეჟვაშვილმა ნახოთ რა ზავს ამ მომენტში კარგად მეუღლებს მას იოტას 12 ნომერი. საბოლოოდ მაინც ბურთი რჩება ნიკოლოზ ბეჟვაშვილს. ალიკა ძაძუა საკუთარ ნახევარზე ცილობს გაგრძელების მონახვა ჯერჯერობით არ ჩანს ლოგიკური გაგრძელება კარგი გადაცემა ჩანაფერი ყოველ შემთხვევაში კარგი იყო ნიკა ქარდავაზე თუმცა არ გადის მაგრამ მაინც აუტიდან მოაზრდის ბურთს იოტამ ალიკა ძაძუა საბოლოოდ ორთაბრძოლა მოედნის ცენტრში დარტყმა კარის მართლობით არ გადის ეს დარტყმული დაახლოებით 10 წუთი არის გასული შეხვედრის დაწყებიდან 1-0 ბიოლი იგებს ხოლმე შეხვედრაში კარგად მიიღო მოტრიალ და დარტყმა კარის მართლობით და რა ბურთს იღებს აქ იაგო ცხოვრებაშვილი როგორ კარგი იყო აქ დათო გოგია მაგრამ უკეთესი იყო ამ მომენტში იაგო ცხოვრებაშვილი პრაქტიკულად 100%-იანი შანსი გამოაცალა ხელიდან აქ მოდაშვილი კარგი არის ერთმანეთზე ყო გოგიას მისდის ბურთი დაუტავა ბეჟვაშვილს მაღალი არის ეს ბურთი უნდა დააწყმოს ბურთი ეხა ბეჟვაშვილმა არასდროს გადაცემა და ბურთით არის ახლა უკვე მოდაშვილი საკუთარ ნახევარზე აქვს მას სივრცე რომ გაამწვავოს შეტევა გაიქცა თითქოს ბურთი მაგრამ მაინც თამაშა ბურთზე ციკლაური ძალიან კარგი არის ამ მომენტში კოკოშვილი ბურთით გაიქცა ბურთი კარგი იყო დაცვაში ალიკა ძაძუა ტატუაშვილი შევა მოედანზე როგორც ჩანს და შეცვლის იგი დათო გოგიას ნახოთ როგორ ჩაერთობა თამაში ტატუაშვილი ძალიან კარგი იყო წინა შეხვედრებში საკმაოდ სტაბილური მოთამაშეა ნახოთ რას იზავს დღეს იოტას 99 ნომერი ბურთი დაიკარგა ბურთი ძალიან მოწყინავ სიტუაციაში კოკოშვილი ეხსნება მას ტატუაშვილი დარტყმა კარის მართლობით ალიკა ძაძუა იგერიებს მეტოქის დარტყმულს და აუტი გაათამაშა აუტი ბიოლის მოთამაშეებმა მაღალი გადაცემა ბეჟვაშვილი ვერ თამაშობს ბურთზე საბოლოოდ აუტი იოტასგან გადადის ბურთი უკან გადაცემა ბეჟვაშვილი მიიღო მკერდით თუმცა ვერ შეიმაგრა შემდეგ ბურთი აქ მენაბდეს ასის შემდეგ საბოლოოდ აუტი ალიკა ძაძუა ფოლადაშვილი კარგად გაითამაშა 99 ნომერი ეს პრენიკა ქარდავა იყო ბურთით გადაცემა ეგრისელაშვილზე კვლავ ქარდავა ალიკა ძაძუა საბოლოოდ ბურთი მედის ცხოვრებაშვილამდე გრძელი გადაცემა კვლავ ბურთით არის იოტა ფოლადაშვილი ბურთით ქარდავა ეგრისელაშვილი ქარდავა კარგად გაითამაშეს ბურთი ცენტრში გადაცემა კარგი იყო ქარდავაზე მაგრამ ჩაიჭრა კოკოშვილის მხრიდან ფოლადაშვილი დარტყმა კარის მართლობით და იგერიებს ამ დარტყმულს მიკირტომაშვილი ძალიან კარგად ჩაანაცვლეს პოზიციები მიკირტომაშვილმა და
ბეჟუაშვილმა ბიოლის ფეხბურთი ბეჟუაშვილმა გაიტანა გოლი როგორც მოგეხსენებათ მონიავა შემოდის ბიოლის შემადგენლობაში წვისის ბეჟუაშვილს სწორედ მან დატოვა მოედანი ნახოთ როგორ გაგზავნოს მონახავს იოტა კუთხურიდან გამოაქვთ ბურთი ბიოლის მოთამაშეებს მონიავაზე გადაცემა ცოტა ძლიერი იყო ეს გადაცემა ორი მესრე ტატოაშვილის გადაცემის შემდეგ მონიავამ ბურთს ალიკა დაწვა კიდევ ერთი ცვლილება განხორციელდება როგორც ჩანს კატის მოედნიდან დათო იობიძე შემოდის ლევან ციკლაური კიდევ ერთი დარტყმა ფოლადაშვილი ძალიან აქტიური არის ფოლადაშვილი სანამ შეთქმულზე არ არის მოედანზე პრინციპში მანამდეც ძალიან აქტიური იყო ცდილობს სკუბრიანგუც პირველი გოლის გატანა ამ ჩემპიონატში მაგრამ ასე რა თქმა უნდა ვერ გავა გოლი ძალიან არასდროს გადაცემას აკეთებს ახლა ეგრისელაშვილი და ცვლილება აფხაძე მოედანზე გადის კოკოშვილი მონიავა ბურთით ავტენ შემოქმედებულ თამაში ციკლაური აფხაძე მონიავას გადაცემა არასდროსია აუტს მოწვის იოტა გააკეთებს ფოლადაშვილი აი თამაში ეგრისელაშვილზე კარგად წამოიღო ბურთი ეგრისელაშვილმა დარტყმა კარის მიმართულებით არასდროსია ეს დარტყმა ნიკიტ ტომაშვილი გადაცემა მონიავაზე საკუთარ ნახევარსფეროს ბურთს ბიოლი გრძელი გადაცემა კარგი არის დაცვაში ლევან ციკლაური იოტას მხრიდან აუტი არის ვის იოტას დარჩება როგორც ჩანს ბურთი ლევან ციკლაური შემოიტანს ბურთს თამაში ალიკა ძაძვა კლავ ციკლაური ძალიან მჭიდრო პრესინგს თამაშობს ბიოლი აგო ცხოვრებაშვილი მოიგერია საბოლოოდ და აუტს მოწვის ახლა უკვე ბიოლი რომან ციკლაური так ძალიან ცუდი გადაცემა გაკეთდა მაგრამ საბოლოოდ ვერ მიასწრო ჩაჭასკოს ლევან ციკლაურმა იოტას მხრიდან მაგრამ ვერ მიასწრო ბურთს ახლა უკვე ტატუაშვილი ბურთი დარტყმა კარის მიმართულებით იგერიებს ამ დარტყმულს არ იყო ძლიერ დარტყმული და მაინც მოიგერია ბურთი იაგო ცხოვრებაშვილმა და ჯარიმა ალიკა ძაძვაზე ჯარიმდებიან ბიოლის მოთამაშეები შეიყვანა ბურთი თამაში ალიკა ძაძვამ ეგრისელაშვილი არ მოატრიალეს მოწინააღმდეგეებმა ფოლადაშვილი ბურთით გადაცემა ციკლაურზე ფოლადაშვილი კვლავ ძალიან სამოთამაშეში უწევდა პრაქტიკულად გაძრომა ფოლადაშვილს რა თქმა უნდა არ გამოვიდა ეს საბოლოოდ იყო ცხოვრებაში საკუთარ ნახევარზე გრძელი გადაცემა ეგრისელაშვილი ამ ბურთს ვერ მიიღებს რა თქმა უნდა ძალიან მაღალი არის და მონიავა არის ახლოს ბურთანი შემოიტანს აუტიდან ბურთს თამაში რომან ციკლაური ტატუაშვილზე გადაცემა აღთრასაც ბიოლის 9 ნომერი დაუტოვა იქ ძალიან ცუდად გაითამაშეს ეს ბურთი ბიოლის მოთამაშეებმა და როგორც ცხოვრებაშვილი ბურთით ცვლილებას აკეთებს იოტა შედის ნიკა ქარგავას ნაცვლად მოედანზე გუნდის კაპიტანი 23 ნომრიანი მაისური ჩოთა ფურცელაძე სწორედ მან მიიღო ახლა ბურთი ნახოთ რას იწავს ამ მომენტში გრძელი გადაცემა ფოლადაშვილზე კარგი არის რომან ციკლაური ტატუაშვილი დააგდო ბურთი აფხაძეზე იყო ეს გადაცემა ჩაფიქრებული მაგრამ არ გადის ფოლადაშვილი ვერ შეემაგრა ბურთს საბოლოოდ აუტი აფხაძე დაუტოვა ბურთი რომან ციკლაური გადაცემა მონიავაზე მონიავა ვერ მიიღებს ამ ბურთს ძალიან მაღალი იყო ეს გადაცემა საბოლოოდ იყო ცხოვრებაშვილი დაახლოებით 4 წუთი რჩება კონდენს ხოდრის პირველ ტაიმის დასრულებით ფოლადაშვილი აქვს მასივზე შეუძლია მოტრიალება მოტრიალდა კიდევაც მარჯვენა ფეხზე აქვს მაგ ბურთი გადაცემა ციკლაურზე და დააჭდა ნიქვე ძალიან მჭიდროდ პრესინგზე ციკლაურ საბოლოოდ ეგრისელაშვილი მაინც შეემაგრა ბურთი იოტამ ფოლადაშვილი და აუტი ჯერჯერობით არ დაუტყავს დიდი ხანია უკვე იოტას კარის მიმართულებით ამ ბურთს ვერ მიასწრებს და ისაც წესების დარღვევით ჩაწოდდა აუტი დაკარგა ბურთი და პოზიცია იოტას გუნდმა აუცილებლობა ბრუნდება მოედანზე დათო იობიძე შეცვლის ეგრისელაშვილს რომან ციკლაური ბურთით გრძელი გადაცემა ტატუაშვილზე მიიღო ტატუაშვილმა ეს ბურთი სუხიშვილი თამაშობდა საბოლოოდ მონიავა თამაშობდა ბურთზე დაიკარგა ბიოლის ფრენა ბურთი ფოლადაშვილი მოედნის ცენტრში კარგად შეიმაგრა ბურთი მაგრამ აუტი მაინც დატოვა ბურთი ბურთო მოედნის ფარგლები აქ ვერ გაარკვენ ტატუაშვილი და მონიავა ალიკა ძაძვა დარტყმა კარის მიმართულებით რიკოშეტი და აუტი
წვეება გოგია შემოვა მოედანზე და შეცვლის იგი ერიან ცუხიშვილს. იობიძე ურთით დარტყმა კარის მმართველ ფეოდაშვილის დარტყმული კვლავ არაზუსტია. იგორ ტომაშვილი საფრთხე კარიდან დაიწყებს თამაშს პიოლი ციკლაური გრძელი გადაცემა არ გადის იობიძე კარგი არის და შეთაფურცელაძე მიიღო ბურთი შემდეგ გრძელი გადაცემა მოგერია პოზიციურ გავდა ეს ხემა ციკლაური გაერცა ბურთი მოედნის პარკლებს გარეთ სალიკა ძაძუა ფეოდაშვილზე გაითამაშა ბურთი შეთაფურცელაძე გადაცემა გრძელი აქ იგორ ტომაშვილი იგერიებს ბურთს აფხაძე ვერ მიიღო ბურთი ძაძუა დარტყმა კარის მმართველი ფეოდაშვილი ურტყავდა კვლავ არაზუსტად. თითქოს მეერე თათყური ამ შეტევას ალიკა ძაძუა ბურთით მარცხენა ფეხით დარტყმა კარის მმართველობით და ორჩანს არ შეხებია. კუთხურია საბოლოოდ როგორც ჩანს შეეხო ერთ-ერთ მცველს. ბურთი იოტა შემოიტანს ბურთს თამაში კუთხურიდან იობიძე ჩაწოდება მონიავა კარგი არის დაცვაში კვლავ იობიძე ბურთით დაეთყოთ დაღლა როგორც ერთ ისე მეორე ბურთის მოთამაშეებს და ხელზე ხდება ბურთი და პენალტი კი ბატონო მონიავამ ხელით ითამაშა საჯარიმოში ბურთზე და პენალტი მოიპოვა იოტამ ძალიან ახლოს არის ეს გუნდი პირველი გოლის გატანასთან და პენალტში ასრულებს ალიკა ძაძუა საინტერესო მომენტი აქვს სრულად უწყინარ სიტუაციაში არ იყო საჭირო ხელით ეთამაშა ამ ბურთზე მონიავას საინტერესოა რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება მაგრამ მანამდე მივადევნო თვალყური ამ შეტევას პენალტიდან არტყავს პენალტში ასრულებს ალიკა ძაძუა და ახლოს არის იოტა პირველი გოლის გატანასთან ამ შეხვედრაში და ასევე ჩემპიონატზე გაიწერა ეს მომენტი ამშვიდებს არბიტრი მოთამაშეებს რაშევდნენ ისინი საჯარიმოში ადრე გამორბენი ძაძუაში დარტყმა და შეაგდო ალიკა ძაძუამ გატყდა საბოლოოდ ნავსი გაიტანა იოტამ პირველი გოლი ამ ჩემპიონატზე და ეს უნდა იყოს რა თქმა უნდა мотиваცია ამ გუნდისთვის ახლა ფსიქოლოგიური უპირატესობა ალბათ უფრო ექნება იოტას და ვნახოთ ამასობაში დაახლოებით 1 წუთი არის დარჩენილი შეხვედრის პირველ ტაიმის დასრულებამდე აქ აფხაძე ბურთით კარგი გათამაშება ციკლაური დარტყმა და 2-1 ხდება ანგარიში როგორ ძალიან მარტივად დარტყმა ეს მომენტი ეხა იოტამ 2-1 ხდება ანგარიში და დასვლა კიდევაც პირველი ტაიმი გაატანა გასახდელში გოლი ბიოლმა იოტას არ ვიცი თითქოს ვერ მოასწრეს აი ეს ზეიმი იოტას მოთამაშეებმა და ძალიან მალე კვლავ ბევრის როლში არიან მოთამაშეები. შევისწავლოთ დაახლოებით 5 წუთი და დაგიბრუნდებით მეორე ტაიმით დროებით მეგობრებო. მაშინ ასე მოგესალმებით კიდევ ერთხელ მეგობრებო, განახლდა ჩვენი დღევანდელი შეხვედრა. რომელიც იმართება იოტას და პიოლს შორის შეგახსენებთ ანგარიში პირველ ტაიმის შემდეგ არის 2-1 დაახლოებით ტაიმის მიწურულს ბოლო 1 წუთში ვიხილეთ 2 გოლი იოტას და პიოლის მხრიდან გაათანაბრა იოტამ ანგარიში მაგრამ ძალიან მალევე შეძლო კიდევ ერთი გოლის გატანა პიოლმა საბოლოოდ ანგარიში არის 2-1 დარტყმა კარის მმართველობით შოთა ფუცელაძე ურტყავდა მაგრამ არ გაჭირებია ამ ბურთის მოგერიება პიოლის მეკარეს იგორ ტომაშვილს გრძელი გადაცემა ალიკა ძაძუა თამაშობს დაწვაში მაგრამ საკუთარი კარისკენ წავიდა ბურთი საბოლოოდ კარგი იყო ამ მომენტში ებო ცხოვრებაშვილი გაერკვა სიტუაციაში მოიგერია ბურთი აი ესეც ხდება დღევანდელ შეხვედრაში ებო ცხოვრებაშვილს უწევს არა მარტო მეტოქის დატყვებით როგორიება თქ იბატონო კიდევ ერთი გოლი გაითამაშეს აუტიდან ბურთი პიოლის მოთამაშეებმა თაზო აფხაძის გამოზომილი უსადო შესრულება ამ მომენტში და 3-1 ხდება ანგარიში ორბურთიანი უპირატესობა პიოლს და ეს უკვე სერიოზული განაცხადი არის მათი მხრიდან ძაძუა გადაცემა შეტაფურცელაძე მარჯვენა ფლანგიდან ფლობს ციკლაური ალიკა ძაძუა გათამაშება ეგრისელაშვილი დარტყმა კარის მმართველობით არაზუსტია
ოთხონდელ შეხვედრაში უწევს იმას ვამბობდი რომ უწევს ებო ცხოვრებაშვილს როგორც მეტოქის დარტყმის ასევე საკუთარი გუნდელების დარტყმის მოგერიება აქამდე მივიდა საქმე იოტასთვის აფხაზეზე კი რა უნდა თქვა საუბრობდით რომ იგი ძალიან აქტიური მოთამაშეა და კი ბატონო დაამტკიცა მან ეს ძალიან ლამაზი დარტყმით აიღო იოტას კარი ხალხის შეხვედრაში უკვე მესამედ შესაბამისად ანგარიში 3-1 აუტენ მოაწვის პურს იოტა ეგრისელაშვილი შედა ფურცელაძე მოდნის ცენტრში კარგად თამაშობს შედა ფურცელაძე თუმცა კარგი იყო ასევე ართმევაზე გოგია და კარგი გადაცემა შემდეგ რომან ციკლაური პასი და როგორც ხორებაშვილი თამაშობს ამ მომენტში შედა ფურცელაძე ძაძუა რა კარგი არის გოგია ამ მომენტში ძალიან აქტიური არის ეს მოთამაშე და დაირღვა თამაშის წესები მასზე ჯარიმა აფხაზებურთთან ითხოვს კედლის აღმართვას ძაძუა აფხაზე გაისმის არბიტრის სასწვენი გზელ გადაცემას იფიქრებოდა მაგრამ არ გაიცეს გადაცემა მაგრამ კარგი არის ართმევაზე აფხაზე აუტი საბოლოოდ ფოლდაშვილი ბურთით გადაცემა ცხოვრებაშვილზე გრძელი გადაცემა ნახოთ თუ დარჩება გამარჯვებული აუნეთში იოტა დარჩა კიდევაც მაგრამ აქ გადაცემა არაზუსტია ახლა უკვე მიკრიტომაშვილი გოლის მხრიდან რომან ციკლაური გადაცემა გოგიაზე ნახოთ რას მოეფადებს აქვს მას სივრცე კარგი არის მოძრაობაზე გოგია კიდევ ერთი მოძრაობა საბოლოოდ გადაცემა არ გადის აფხაზე ბურთით ციკლაური გრძელი გადაცემა აფხაზეზე და ვერ შეძლო მეორე საფრთხეზე აფხაზე თამაში ამ მომენტში დარჩა ბურთი იოტას ალიკა ძაძუა მონის ცენტრში გადაცემა შეთა ფურცელაძე ეგრისელაშვილი დაიკარგა საკმაოდ უცხო სიტუაციაში ბურთი მოიავა ერთ-ერთზე მეკაროსთან დარტყმა მოიგერია ეს დარტყმული აუბროკა ძაძუამ და ძალიან დააგვერა დარტყმის განხორციელება მონიავა შეეძლო უფრო სწრაფად დარტყმა გარავინიშნა მაგრამ ჩვენ უკვე ალიკა ძაძუა გადავიდა მასზე ფოლადაშვილი ბურთით აქვს სივრცე იოტას ფურცელაძე დარტყმა კარის მმართველობით მენარგე ძალიან კარგი არის დაცვაში გადაიღობა მის დარტყმულს აუტი საბოლოოდ ყვაფურცელაძე ბურთით დარჩა მას ბურთი ორთაბრძოლაში ეგრისელაშვილი გადაცემა არ გადის საბოლოოდ მონიავა ბურთით მარცხენა ფლანგიდან არ გადის არც ეს გადაცემა საბოლოოდ აუტი მონიავა შემოიტანს ბურთს თამაში ციკლაური მონის ცენტრში შეიმაგრა ბურთი გადაცემა აუტი ახლა უკვე საპირისპირო მხრიდან მოაწვდიან აუტის პიოლის მოთამაშე მონიავა გადის მოედნიდან შედის ბეჟუაშვილი მის დასავლეთ პიონის შემადგენლობაში იოტაშიც ხორციელდება ცვლილება იობიძე შედის მოედანზე ციკლაურის ნაცვლად გრძელი დარტყმა აფხაზის დაიბლოკა ფოლადაშვილი ბურთით საბოლოოდ აფხაზზე არის კვლავ ბურთით შეიმაგრა მარცხენა ფლანგინასა მაგრამ დაიკარგა საბოლოოდ ბურთი ალიკა ძაძუა შეუძლია მას დარტყმა ეგრისელაშვილი მოძრაობა შეუძლია დარტყმა გაჭიანურდა ეს მომენტი ფოლადაშვილი დარტყმა არ გადის დარტყმა კიდევ ერთი ფურცელაძე უტყავდა კარის მმართველობით მაგრამ არ გადის არც ეს დარტყმული არაზუსტია ფოსტორად მიკრიტომაშვილი ბურთით კარგი შეტევა გამოუვიდა საბოლოო ჯამში იოტას მენამდე ბურთით ციკლაური გრძელი გადაცემა აფხაზზე უნდა იყოს შესაძლებელი ერთი შეხებით დარტყმა მაგრამ ვერ მოვიჩინა ბურთი ჰაერიდან უტყავდა მიწას დაუშვებლად აფხაზზე ეგრისელაშვილი ბურთით მეტოქის გუნდის ნახევარზე ვერ გარყვა სიტუაციაში საბოლოოდ დაიკარგა ბურთი ბეჟუაშვილი გადაცემა აფხაზზე კვლავ ბეჟუაშვილი შეუძლია ამ მომენტში სიტუაციის გამწვავება მარცხენა ფეხით ცდილობდა დარტყმას მაგრამ გაექცა ბურთი თუმცა აუტი ციკლაური დარტყმა კარის მმართველობით და ფოლადაშვილმა იწოდია საკმაოდ ძლიერი დარტყმის ზურგში მოხვდა მას ბურთი გააჩერა მოედნის და შეხვედრის არბიტრმა თამაში მოუბრუნდა შეერქვა ციკლაურმა მენაბდე ბეჟუაშვილი არ გასულა როგორც ჩანს ბურთი ფარგლებს გარეთ ბეჟუაშვილი დარტყმა და მოიგერია კიდევ ერთი დარტყმული იაგოს ცხოვრებაშვილმა შემოიტანეს ბურთი თამაში აუტიდან ციკლაური კარგად წამოიღო ბურთი ბეჟუაშვილი კვლავ ციკლაური გაითამაშეს კედელი კარგადაცემა აფხაზეზე მოტრიალდა აფხაზზე ფლობს იგი ბურთს ბეჟუაშვილი მარცხენა ფლანგზე ციკლაური დარტყმა კარის მმართველობით და
დაიბლოკა ეს დარტყმული. ეგრისელაშვილი თამაშობს დაცვაში კარგად. საბოლოოდ კუთხური გოგია ბურთით გრძელი გადაცემა აფხაძემ 2 საფრთხით თამაშებს და არ გაეთამაშა წესები როგორც ჩანს აფხაძემ. დაახლოებით 7 წუთი მიიწურა მეორე ტაიმის 13 წუთი აქვს სათამაშო. გუნდებს ეგრისელაშვილი გადაცემა ფოლადაშვილზე ნახოთ რა სიზავს ეს უკანასკნელი სამოთამაშის გარემოსში აღმოჩნდა და იკარგა ბურთი. ბეჟუაშვილი გადაცემა გოგიაზე, კვლავ ბეჟუაშვილი, ეგრისელაშვილი ეთამაშა ამაზე საბოლოოდ ბურთი რჩება იოტას. სრულება ტატუაშვილი შევა მოედანზე, შეცვლის ის გოგიას. ეგრისელაშვილი ბურთით. ძაძუა ფოლადაშვილი აფხაძის წინააღმდეგ მოტრიალდა კარგად, მაგრამ დაიკარგა ბურთი, აფხაძე ბურთით, ანას დაკარგა ბურთი, ეგრისელაშვილი ვერ მიასწრო ბურთს აუტი. ტატუაშვილი. ბეჟუაშვილი ძალიან კარგად მიიღო ბურთი, დაუტოვა ტატუაშვილს, თუმცა ვერ შეემაგრა ბურთს საბოლოოდ ტატუაშვილმა, ახლა პრესინგზე თამაშობს იგი ძაძუა საკუთარ ნახევარზე, გადაცემა მოდის ცენტრში მარტო არის ფოლადაშვილი, მოტრიალდა, ნახოთ რა გაგრძელებას მონახავს, იბრძვის იგი ბურთზე. ალიკა ძაძუა ყავს უკანას ფუცელაძე, მაგრამ გააჭიანურა ეს მომენტი. ალიკა ძაძუან დაიკარგა ბურთი. მენამდე აფხაძე ართვის მას ბურთი ფოლადაშვილი დაიკარგა ბურთი. იოტას მხრიდანაც ციკლაური დარტყმა გარის მმართველობით საკმაოდ არაზუსტი არის ეს დარტყმული, იშქარა ამ მომენტში შეეძლო მას უკეთესად გააგრძელებინა საკუთარი გუნდის შეტევა. შოთა ფუცელაძე გადაცემა იობიძეზე დარჩა ბურთი როგორც ჩანს საბოლოოდ ბიელს აფხაძე ბურთით კარგი არის ძაძუა დაცვაში გრისელაშვილი გაექცა ბურთი. მოედანზე შედის ცუხიშვილი და შეცვლის იგი აფხაძეს. ციკლაური ბურთით ცუხიშვილის მან მიიღო ხა ბურთი, კარგად თამაშობს დაცვაში ძაძუა. ტატუაშვილი ბურთით მენამდე კარგი გადაცემა ცუხიშვილზე დარტყმა გარის მმართველობით არაზუსტია. შეეძლო ბურთის მიღებაც ცუხიშვილს ცოტა იჩქარა ამ მომენტში. ეგ ცხოვრებაშვილი გრძელი გადაცემა, ეგრისელაშვილი მიიღო ითამაშა მეორე საფრთხეზე, მაგრამ გადაცემა არაზუსტი არის სამწუხაროდ. საბოლოოდ ტატუაშვილი ბურთით. ციკლაური. ბურთმა დატოვა მოდის ფარგლებ ფოლადაშვილისგან. საბოლოოდ ბურთით არის კვლავ ბიოლი. კარგად ითამაშა. პრესინგზე და აქ ჯარიმა, კი ბატონო დაერგვა თამაშის წესები. მაგრამ კარგი იყო პრესინგზე. ერეკლე ფოლადაშვილი. შოთა ფუცელაძე ბურთთან ნახოთ რას მოიმოქმედებს სტანდარტიდან. იოტა წამოდგა ეგრისელაშვილი. კოჭლობით თუმცა მაინც აგრძელებს თამაშს. შოთა ფუცელაძე ბურთთან. დარტყმა გარის მმართველობით არაზუსტია. ბოტი შაიქვე გუნდს. ვერ ახერხებს როგორც ჩანს თამაშის გაგრძელებას ეგრისელაშვილი და ჩაენაცვლებს მას 99 ნომერი ნიკა ქარდავა. ბეჟუაშვილი გადაცემა ცენტრში კარგი არის, აღმოჩენილი ნიკა ქარდავა, მაგრამ ძალიან ცუდი გადაცემა. არ გადის ფოლადაშვილზე გოგია შევა მოედანზე. შეცვლის იგი მენამდეს. ხო, ერთ-ერთი უპირატესობა რაც აქვს ბიოლოგიასთან შედარებით პროფეციული სადარგოს კამი ყავს. შესაბამისად ძალიან ხშირად აკეთებენ ის ინსტრუმენტებს და უფრო ენერგიულად გამოიყურება გუნდი მოედანზე, ვიდრე იოტა აქ ხედავთ როგორ აქტიურად თამაშობს ცუხიშვილი პრესინგზე, ფოლადაშვილი ძალიან ცუდი გადაცემა, ცუხიშვილი არ კვლავ ბურთით. დარტყმა გარის მმართველობით გავიდა ეს დარტყმული და
არაზუსტი არის საბოლოოდ ფურცელაძე ბურთით საკუთარ ნახევრიდან ძალიან სწრაფად ამოვიდა შეტევაში იოტა დარტყმა იყო შემდეგ მაგრამ აუტი ოცა გაიზ ბურთი ალკაძაძეა დარტყმა კარის მმართველები იყო ლუამ დარტყმა სტატოვაშვილი კუთხური რომელსაც მოდის პოლატაშვილი იოტას მხრიდან ჩაწოდება დარჩა ბურთი ფურცელაძეს დარტყმა კარის მმართველები მეკარი თამაშობს ძალიან კარგად ალკაძაძეა მოტრიალდა საბოლოოდ მაინც ვერ შეემაგრა ბურთი ბიოლმა ბეჟვაშვილი კარგი არის დაცვაში მოიგერია ბურთი პოლადაშვილზე არა იყო ჩანს ამისტესების დარღვევა გოგია ბურთით ბეჟვაშვილი დარტყმა კარის მმართველობით და საოცარი გოლი პირდაპირ 9-ში გადააგზავნა ბურთი და კრისტიანო რონალდოს სტილში აღნიშნა ბეჟვაშვილმა გოლი დუბლი მისი შესრულებით ძალიან კარგი გამოზომილი დარტყმით პირდაპირ 9-ში გაიტანა გოლი 4-1 ხდება ანგარიში და ნუ ეს ალბათ უკვე ნიშნავს იმას რომ თამაშის შეხვედრაში იმარჯვებს ბიოლი დაახლოებით 7 წუთი მაინც დარჩა თამაშის დასრულებამდე იოტას მაგრამ 3 ფუტიანი უკრატესობის აღმოფხვრა იქნება ძალიან რთული ამ გუნდისთვის გააჭიმა როგორც ჩანს სტატოვაშვილს აღმოუჩინა დახმარება ბეჟვაშვილმა უნივერსალი არის მოთამაშე კარგი არის შეტევაში კარგი არის კარში კარგად გამოსდის მას პირველადი სამედიცინო დახმარების ჩატარებაც ალბათ იქნება კიდევ მას რაიმე სკილები რომელიც ჯერ ჩვენ არ ვიცით როგორც ჩანს მომენტის გადამოწევას ითხოვენ იოტას მოთამაშეები საინტერესო რაზე რომელიც მომენტის გადამოწევას გადამოწმა ეს მომენტი როგორც ჩანს არბიტრმა და არანაირ დარღვევა არ არის ამ მომენტში როგორც ჩანს გოლი ითვლება და კვლავ დუბლი რჩება ნიკოლოზ ბეჟუაშვილს განაახლეს თამაში მონისენტნა იოტას მოთამაშემა პოლადაშვილი ბურთით გაექცა ბურთი არ იყო იქ არც ერთი იოტელი საიდკენაც წავიდა ბურთი საბოლოოდ აუტიდან მოაწოდა ბურთი ბიოლმა მეორე სართულზე ორთაბრძოლა გამოდის ძალიან მაღალი იყო ეს ბურთი იაკობ ცხოვრებაშვილი ციკლაური ბურთით კარგად შემოტრალა ბურთი პოლადაშვილი ძალიან ცუდი გადაცემა და აუტი საბოლოოდ რომელსაც მოაწოდეს ბიოლი ციკლაური პოლადაშვილმა ჩაჭრა მისი გადაცემა დარტყმა კარის მმართველობით საბოლოოდ ციკლაურისგან ტოვებს ბურთი მოდის ფარგლებს კუთხური ჩააწოდა კუთხური ფურცელაძემ გადაცემა ძალიან სწრაფად ითამაშა იოტა მომენტში ბეჟუაშვილი კონტრიერიშზე მოდის ძალიან კარგი გადაცემა გავიდა ტატუაშვილი და ვერ მიიღო ბურთი ამ მომენტში ტატუაშვილმა ძალიან კარგი გადაცემა გააკეთა ბეჟუაშვილმა ძალიან მაღალი არის მისი მაგიქმედების კოეფიციენტი თამაშის შეხვედრაში აქ ორთაბრძოლა საბოლოოდ ბურთით რჩება ტატუაშვილი და გაექცა ბურთი მოდის ფარგლებს გარეთ პოლადაშვილი ფურცელაძე მოდის ცენტრში კარგიც რომ მოძრაობა პოლადაშვილს დაუტოვა ბურთი ძაძუა მარცხენა ფლანგზე კიდევ ერთი გადაცემა არ გადის საბოლოოდ ფურცელაძე ბურთით დარტყმა კარის მმართველობით არ გადის ეს დარტყმული და ბეჟუაშვილი მარჯვენა ფლანგზე მოტრიალდა ბეჟუაშვილი დაიკარგა ბურთი საბოლოოდ შეტა ფურცელაძე კარგი იყო არწმუნოზე ალკაძაძუა საკუთარ ნახევარზე გრძელი გადაცემა ომისამართო ციკლაური კარგი არის დაცვაში თუმცა შეტა ფურცელაძე არ საიდან გამოჩნდა მიიღო ბურთი დაუტოვა თავის ანაგუნდელს და შეძლო აქ დარტყმა მაგრამ აკაცდა პასის გაკეთება და საბოლოოდ კარგი არის კარიერა სიტუაციაში მიკი ტუმაშვილი და ბიოლი ბურთით ალბათ მაინც ჯობდა რომ დაერტყა წინა მომენტში იუტას 99 ნომერს ნიკა კარდავას სრულება აფაძე ბრუნდება მოედანზე ასევე ბრუნდება მოედანზე ეგრისელაშვილი იუტას ლიგებში და ეშინი შეცვლიან შესაბამისად ტატუაშვილს და ლევან ციკლაურს ციკლაური
თუმცა ციკლაური ბიოლის მხრიდან ორი ციკლაური ყოს მოგეხსენებათ მომენტაზე აფხაზა ძალიან კარგად მოტრიალდება თამაშის მართლებით და კუთხური ცოტა ალბათ იჩქარა მომენტში აფხაზემ შეეძლო უფრო წინ წასვლა მას გამწვავება ამ მომენტის ძალიან კარგი გადაცემა აფხაზის როგორ ტექნიკურად გააზრდა ფეხებს შორის მაგრამ ვერ მოახერხა კოკოშვილმა შემდეგ ამ მომენტში ბურთის კარისკენ სწორედ გადაგზავნა ძალიან სწორად გაითამაშა იოტამ ბურთი აფხაძე ძალიან კარგი არის ამ მომენტში ძალიან ჭკვიანური გადაცემა კოკოშვილი ვერ ურტყავს კიდევ ერთხელ კარის მართულებით ფეხი ეთქინა როგორც ჩანს მას ცხოვრებაშვილთან ორთაბ ბრძოლაში მაგრამ განახლდა თამაში ახლა უნდა ჩამოაწოდოს როგორც ჩანს ბურთი ახლა უნდა შეიყვანოს ბურთი თამაში რაღაც ცხოვრებაში მას ციქცევა ეგრისელაშვილი ძალიან ცუდი გადაცემა გოგია მანაც უნდა გაიტანოს ერთი გოლი კარგი მოძრაობა დათმა კარის მართულებით აჯობა მას რაღაც ცხოვრებაშვილმა იგერიებს ბურთს ფურცელაძე გადაცემა ალიკაძაძეზე ვერ მიიღო კარგად ბურთი ალიკაძაძე საბოლოოდ მისგან ტოვებს ბურთი მოენის პარკლებს აუტიდან შემოიყვანს თამაში ბიოლი დაახლოებით 3-4 წუთი რჩება სათამაშო დრო შეხვედრის დასრულებამდე მოიპარა აქ ბურთი იოტამ ეგრისელაშვილი აი სწორა ბურთი ქარდავაზე გადაცემა დარტყმა არ გადის ეს დარტყმული შემდეგ კოკოშვილი ბურთით საბოლოოდ ბურთშება გოგია კარგი არის ამ მომენტში ფურცელაძე დაუტოვა ბურთი ფოდაშვილი ფურცელაძე კარგად გაითამაშეს ეს მომენტი და გაქვითა იოტამ კიდევ ერთი გოლი 4-2 ხდება ანგარიში და სწრაფად წამოიღო ბურთი დადო ბოენის ცენტრში იოტამ 4-2 ნახოთ იქნება თუ არა კამბექი ძალიან რთული იქნება მაგრამ მაინც ყოველ შემთხვევაში შეეცდება იოტა ძალიან კარგად გაითამაშეს წინა მომენტში ფოდაშვილმა და ფურცელაძემ ბურთი და ძალიან ლამაზი გოლი გამოვიდა საბოლოო ჯამში მოიპარა აქ ბურთი თაზო აფხაძემ ფურცელაძე კარგი არის დაცვაში საბოლოოდ აუტი ბიოლი მოაწვის ამაუტს მენაბდა ბრუნდება მოედანზე ბეჭვაშვილის ნაცვლად შემოვა იგი და პოზიცია აქვს იოტას აუტიდან ეგრისელაშვილი შემოეტანა ბურთი თამაში გრძელი გადაცემა არაზუსტია ეს გადაცემა ახლა ეწია პრესინგზე იოტამ საკმაოდ წარმატებულად ფოდაშვილის დარტყმა ეღობება მცველი ამ დარტყმულს შემდეგ ეგრისელაშვილს მისდის ბურთი მაგრამ კარგი არის დაცვაში მენაბდე კოკოშვილი და რა კარგად თამაშობს კარში იაგა ცხოვრებაშვილი ნუ ძალიან კარგი არის კარში იაგა ცხოვრებაშვილი მიუხედავად იმისა რომ ის კარში 4 გოლი გავიდა მისი ბრალი პრაქტიკულად არც ერთი არ იყო დამატებით ძალიან ლამაზ სეივებს აკეთებს იაგა ცხოვრებაშვილი ახლა იხსნა საკუთარი გუნდი გაშებულ გოლს საპასუხო დარტყმა არაზუსტი არ იყო ფურცელაძის მხრიდან 3-2 არის ახლა შეტევა აფხაძე აქვს ჯარიმა რა თქმა უნდა და თამაშის წესები ფურცელაძემ და იგი ითხოვსულებას დაიხალა გუნდის კაპიტანი ნიკა ქარდავაშვილის შოთა ფურცელაძის და ციკლაურიც შედის იობიძის ნაცვლად რომენ ციკლაური ახლა რა გაგზავნებას მონახავს გამორბენი დაუგორა იქ გოგიას დარტყმა კარის მართულებით არაზუსტია ეს დარტყმული ფოლადაშვილი გრძელი გადაცემას აი აქ ციკლაური თამაშობს ძალიან კარგად დაცვაში ეგრისელაშვილი ბურთით გაიჭედა ეგრისელაშვილი საკუთარ ნახევარს თუმცა მაინც როგორღაც ამოდის იოტა საკუთარი ნახევრიდან ფოლადაშვილი კარგი არის მის წინააღმდეგ აფხაძე იბრძვის თავგამატებით საბოლოოდ დაუტოვა საკუთარ გუნდს ბურთი მიგერ ტომაშვილი გრძელი გადაცემა და დასრულდა ტრეონელი შეხვედრა დასრულდა ბიოლის გამარჯვებით იმარჯვა ამ გუნდმა კონტროლ შეხვედრაში 4-2 აცმეს ნიშნავს რომ მათ საკმაოდ ჩამოიტოვეს უშუალო მდევარი ისინი მოგახსენებათ ეს ორივე გუნდი აუტსაიდერი იყო ამ მომენტამდე სატურნირო დავაში მაშასე ულოცავთ ბიოლის გუნდს გამარჯვებას და რომან ციკლაური დღევანდელი შეხვედრის MVP დროებით და დაგიბრუნდებით შეხვედრით რომელიც არის ეგრეთ წოდებული როგორც მიიჩნევენ ჰოსპიტალიტი დერბი რომელიც გაიმართება რედისონსა და აჭარა გრუპს შორის შევისვენოთ დაახლოებით 10 წუთი და დაგიბრუნდებით პირდაპირ რეპორტაჟით დროებით